Უდადანა ჩვენ არაერთის გავამახვილეთ ყურადღება გარემოებაზე, რომ ხორციელდება მიზანმიმართული სახეცვლილება ფასეულობებისა და ერთ-ერთი ასეთი სიმახინჯე, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ყოფაში, გახლავთ ამახინჯებული სიყვარულის აღქმა. ეს ცნება სიყვარულისა მოგეხსენება არის სრულყოფილების ცნება, ჭეშმარიტების ცნება, თავად ღმერთია სიყვარული და მისი ცნებებში განვლინდება სიყვარული ყოველ მხრივ და თავისი სიღრმეებითა და თავისი ჭეშმარიტი არსით. მაგრამ დღეს აი ამ გადაფასებათა, ფასეულობების გადაფასებათა ეპოქაში ჩვენ ვხედავთ ძირითადად ორი გამოვლინებას აი ამ სიყვარულის სიმახინჯისა. ეს არის სარწმუნოებრივი სიყვარულის სიმახინჯე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ზნეობრივი სიყვარულის სიმახინჯე. და როგორ ვლინდება ახლა ეს? ეს ვლინდება ერთის მხრივ ეკლესიაში და რელიგიაში ზოგადად შემოღების იმ თეზის, რომ თითქოს და ყველა რელიგია სიყვარულს გადაგებს, რომ ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტება და ერთობლივი თავისი ერთობლივი ლოცვებით, რასაც ქვია ეკუმენიზმი და შემდეგ უკვე პანეკუმენიზმი, ანუ სხვადასხვა კონფესიების და სხვადასხვა რელიგიების გაერთიანებით აი ამ სრულ სიყვარულში მკვიდრდება ეს ერთი სიმახინჯე, რასაც ქვია სრულ სიყვარული რელიგიაში და მეორეს მხრივ ზნეობაში, როდესაც პირდაპირ უკულობელ ყოფილია ოჯახის ცნება, ტრადიციული ცნება ოჯახისა, სიყვარულისა და აი აქაც ხედავთ ჩვენ გამოვლინებებს პირველ ეტაპზე იმისა, რომ არ იქნება ქრისტიანული ოჯახები მართლმადიდებლური წესის თანახმად და ანუ ადგილი აქვს რუშულ და სიძვის ცოდვას და მეორეს მხრივ კიდევ უფრო საშინელი, რასაც ჩვენ დღეს ყველაფერ გვესმის, აი საშინელებას, რასაც ქვია ჰომოსექსუალიზმი, ეს არის კიდევ პიკი აი ამ სიმახინჯისა, იმ სიყვარულისა, რომელიც შეიძლება წარმოიდგინოს საერთოდ ადამიანს. ამიტომ დღეს უცნაური პარადოქსის წინაშე დგას საზოგადოება. ერთის მხრივ ყველა გაიძახის, რომ უნდა გქონდეს სიყვარული, მეორეს მხრივ ხედავთ პარადოქსს, როდესაც ყველა უყვართ, მათ შორის ჰომოსექსუალისტები, მათ შორის ყველა რელიგიის წარმომადგენლები, ჯადოქრები, სექტანტები, ვინ გინდა სულო და გულო, მაგრამ ვერ ვხედავთ მართლმადიდებლების სიყვარულს. ვერ ვხედავთ ამას რეალურად, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, რომელიც აი ამას სოფლის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მისი წმინდა კანონები, რომლებიც ეკლესიის სიწმინდეს გადაგებს, ერთის მხრივ რელიგიური თვალსაზრისით ეს კანონები არ აძლევს მათ გასაქანს, წმინდა კანონები ეკლესიისა, მეორეს მხრივ ზნეობრივი კანონები, რომლებიც ასევე ეკლესიაში მკვიდრობს და რომლებიც ასევე არ აძლევენ გასაქანს თანამედროვე ადამიანს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მიმდინარეობს პირდაპირი დარტყმა როგორც ეკლესიაზე, ისევე ოჯახს. აი ეს ორი დარტყმის ობიექტი გამოიხადა, კარგად გამოიკვეთა ეს საზოგადოებაში და ჩვენ უკვე ვხედავთ ამის გალაშქრებას პირდაპირ ეკლესიის წინააღმდეგ და ოჯახის წინააღმდეგ, როდესაც საშინელ ფაქტთან გვაქვს საქმე, რასაც ქვია აი ამერიკაში მაგალითად მთლიანად მთელს მის სივრცეში, ყველა შტატში
დაკანონებას იმ საშინელი სიმახინჯისა, რასაც ქვია ჰომოსექსუალიზმი. აი აქ ჩვენ ხედავთ მამდადანო უცნაურ რამეს, რომ საზოგადოებაში იქნება აზრი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უშლის ხელს თითქოს და აი ამ სიყვარულის გამოვლენებას, როგორც ამას ისინი უწოდებენ. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ძმამდოდანო, თუ რეალურად ვის უყვარს მოყვასი, თუნდაც მტერი, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არის სწორედ რომ მართლმადიდებელი ეკლესია, ეს არის მისი სწავლება, ეს არის მისი მოძღვრება, ეს არის მისი პატრიარქი და ეს არის მისი სასულიერო პირები და ერი. იმიტომ რომ სწორედ ჩვენ ვამბობთ ძმამდოდანო, პირდაპირ ცხადად ჩვენ ასევე ვამბობთ სიყვარულით ამას და მთელი გულწრფელობით, რომ ცოდვას უბრალოდ ვარქმევ თავის სახელს და ასევე სიყვარულით ვამხელთ ყველა მათ, ვინც გადადის აი ამ ქრისტეს მცნებებს და ვინც ამახინჯებს ქრისტეს მცნებებს და ცდილობს, რომ თავისი ავხორცული ვნებებით იცხოვროს და ამ დროს ისინი უდიდეს ზიანს აყენებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე გარემოს მთლიანად. იმიტომ რომ ეს სენი, როგორც იყვია, არის გადამდები და ჩვენ ხედავთ, რომ ეს გადამდები სენი ნელა მოამიჯებს ჩვენსკენ. ჩვენ ამას რეალურად ხედავთ და ამიტომაც განგაშის ზალები ატეხილია. ჩვენ სიყვარულით ვამბობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ეს ცოდვა, ჰომოსექსუალიზმი არის უდიდესი ცოდვა. ჩვენ ვსურს ამ ადამიანების გამოსწორება, ჭეშმარიტ გზაზე დაყენება და არავითარ შემთხვევაში სიძულვი. ასევე ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ ერეტიკოსები, რელიგიური კუთხით ვთქვათ, რომ იძახიან, რომ ერთობლივი ლოცვა უნდა იყოს, რომ ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტება, ჩვენ ამასაც ვამხელთ და ვამბობთ, რომ უნდა დაუბრუნდეთ ძველ კანონებს, დაუბრუნდეთ ეკლესიის სწავლებას, რომელიც არასგზით არ გვაძლევს ამის საშუალებას. და კერძოდ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ სიყვარული არ არის ძმამდოდანო რაღაც სენტიმენტალური რამ, რაღაც ჰუმანისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული, არამედ ჭეშმარიტი სიყვარული უნდა იყოს და არის სწორედ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. და რას ამბობს ეკლესია? ეკლესია ამბობს, მოციქულთა კანონებია მაგალითად 55 კანონი, 56 კანონი, სადაც წერია, რომ არ შეიძლება ერთობლივი ლოცვა სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან. 56 კანონი ამბობს, საერთოდ არ შეიძლება მათ საკრებულოებებში შესვლა. მაგრამ დღეს გვეუბნებიან, რომ მოციქულებს თურმე არ ჰქონდათ ჭეშმარიტი სიყვარული. თავად ქრისტეს არ ჰქონდა ჭეშმარიტი სიყვარული, როდესაც გამოაძევა ტაძრიდან მოვაჭრეები და კაცრი ფორმით, ხო? როგორ გააკეთა ეს შოლტით გამოყარა ისინი. ასევე არ ჰქონია თურმე პავლე მოციქულს სიყვარული, როდესაც ამბობს, რომ გინდა თუ ანგელოზიო ზეცითო გახარებდეს თქვენო, რაიცა ჩვენ არ გახარეთო, შეჩვენებული იყოს. და იოანე ღვთისმეტყველი, რომელსაც ეკლესია სიყვარულის მოციქულს უწოდებს, ის ამბობს, რომ ვინცო ჭეშმარიტებასა ზედა არა იესო, არ არისო ჭეშმარიტებაშიო, მასო იხაროდენიც არ უთხრათ და საჭმელიცო მასთან ერთად არ ჯამოთქვათ. ეს არიან თანდათანო სიყვარულის მოციქულები. და თუ გადავხედავთ დღევანდელ ყოფას, დავინახავთ, რომ თანამედროვე LGBT-შნიკებს, რომლიც ამის საშუალება, ისინი პავლე მოციქულსაც და იოანე ღვთისმეტყველსაც ასწავლიან ჭეშმარიტ სიყვარულს თურმე რა. და აი ეს არის ზუსტად ის სიმახინჯე, რომლის შესახებაც ვსაუბრობ ჩვენ. და როდესაც მისი უწმინდესობა ამბობს, რომ პირდაპირ განაცხადა გახსოვთ თქვენ გასული კვირის ქადაგებაში, რომ ამერიკულ შეერთებულ შტატებში აი ამ კანონის მიღებით იქნა დაშვებული უდიდესი შეცდომა. ეს არის სიყვარულის განმოვლინება ეკლესიის მხრიდან, მისი უწმინდესობის მხრიდან.
იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვთქვით ძმაუნდადან რომ ეს არის შეცდომა, მაშინ სად იქნება აქ ჭეშმარიტი სიყვარული? თუ პირიქით ჩვენ ვიძახეთ და რომ აბა თქვენიცით კარგად იქცევით, ხო? ჰომოსექსუალიზმი, კი ბატონო, იყავი შენთვის. მერე აბა ეკუმენიზმი, კი ბატონო, იყოს. კიდევ რაღაცა თალიბანიზმი, კი ბატონო, იყოს და მაშინ რას მივიღებთ ჩვენ ძმაუნდადან? ვეღარ შევინარჩუნებთ ჭეშმარიტებას. და სწორედ იმას ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული აი ამაში ვლინდება, როდესაც ჩვენ აი ამ სიყვარულის ცნებას სრულფასოვნად ვასრულებთ, ანუ ცნებების თანახმად ვაკეთებთ ამას. თუ ამას ვაკეთებთ ჩვენ საპირისპიროდ, თუ ჩვენ გულგრილობით ვეკიდებით აი ამ საკითხს, მაშინ ჩვენ თვითონ არ გვქონია ჭეშმარიტი სიყვარული. და თუ ჩვენ არ გვექნება ეს ჭეშმარიტი სიყვარული, მაშინ ჩვენ ვეღარ ვასწავლით სხვას. ასე იყო სოდომში 10 მართალი არ მოიძებნა ძმაუნდადანო და ამის გამო დაისაჯა სოდომი. და დღეს, როდესაც ვამბობ ჩვენ რომ სწორედ რომ ცოდვის გამო ისჯება კაცობრიობა, ამაზე მოდის დიდი შემოტევა ყველა მხრიდან. უტევენ ეკლესიას, უტევენ პატრიარქს, ყველა მღვდელი, რომელიც აი ამ თემაზე გადაგებს. ყველას წინააღმდეგ იწყება სრულბრალდება, ლანძღვა, გინება, არა უშავს ავიტან. ეს არაფერი. თავარია გადავრჩეთ, თავარია ვცხონდეთ, თავარია შევინარჩუნოთ ეკლესია, თავარია შევინარჩუნოთ ოჯახები. აი ეს არის ჩვენი თავარი, თორემ ქრისტეს ლანძღავდნენ, ხომ? შეურაცხყოფდნენ, ბოლოს ჯვარს გააკრეს. აი ეს ხვედრი, ეს არის ნორმა, ეს არის წესი, კანონი. ჯვარცმის გზა არის მართლმადიდებლური გზა. სხვა გზა ჩვენ არც ვიცით და არც გვინდა. თუ ვინმეს ფიქრობს, რომ ჩვენ კომფორტისკენ მივუყვით, ცდება. ჩვენ აი ამ საკითხებს, რაზეც გვაქვს ჩვენ დღეს საუბარი, თავს შევაგდოთ. და არა მარტო ვიტყვით ამას, არამედ გავედებით ფეხქვეშ, რათა აი ეს უზნეობები, აი ეს ზნეობრივი დეგრადირება საზოგადოებაში არ მოხდეს. და აი ამის განგაში ჩვენ იმიტომ ვტეხავთ, რომ აი ამ ჰომოსექსუალიზმის მანდატანო განვითარება გქონდა. და სულ რაღაც 37 წელიწადში მოხდა, ესე იგი ამერიკაში 37 წლის წინათ ამას ხაზი უნდა გაესვას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჰომოსექსუალიზმი ითვლებოდა კრიმინალად და ისჯებოდა კანონის თანახმად. და ეტაპობრივად ნელ-ნელა მათ მოახერხეს ისე, რომ დღეს კრიმინალად ითვლება ის, ვინც მათზე იტყვის ცურს. ამერიკაში ვერავინ ვეღარ გაბედავს ჰომოსექსუალიზმზე რამე აუგის თქმას. ეგრევე დაიჭება, იმიტომ რომ კანონები მას უკვე აღარ დაიცავს, პირიქით იმად იცავს. და ამიტომ ეს ეტაპები უკვე განვითარდა. ამას 4 ეტაპი აქვს. პირველი, როდესაც ხდება დეკანონიზაცია აი ამ უჯულოების, რომ მიეცა გასაგანი, რომ ეს არ არის თურმე არა მარტო ავადმყოფობა, არამედ დანაშაული, ეს ერთი. შემდეგ მეორე ეტაპზე მოხდა ის, რომ მათ კანონები მიიღეს, რომლებმაც გაათანაბრა ჰომოსექსუალისტი სხვა ადამიანთან, ანუ გაათანაბრა აი ამ სიმახინჯით და არა ისე, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თანასწორია და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უფლებები აქვს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ უზნეობის დაკანონებას უფლება არ აქვს. ეს ღვთისჯული ამბობს ამას და აი ამ ჯულს ვიცავ ჩვენ, უპირატესი ეს არის და არა ვიღაცა პროკურორების და მოსამართლეების მიღებული კანონი. ეს არ არის ჯული. როდესაც ზნეობას არ ყოფს, ის არ შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ კანონად. კანონი არის ის, რაც სულიერად გვაძლიერებს ჩვენ, ის რაც სულიერად გვამტკიცებს ჩვენ. და როდესაც კანონი ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჰომოსექსუალები, რომ არ უნდა შეიქმნას ოჯახი და ოჯახი თურმე არის ერთსქესიანთა ქორწილი და აი ამ ადამიანებს კიდე აქვს უფლება შვილის აყვანის და აი ესეთ სიმახინჯესთან გვაქვს რეალურად საქმე. აი ამის მიღება ჩვენ ვერ დაუშვით. ქართველი კაცისთვის ეს მე მგონი არის საშინელება და არ შეიძლება ამის გამოთქმა ენით. მაგრამ ვაი რომ გამოჩნდა დღეს უკვე აი ესეთი მიმდევრები, ვაი ის არის რომ უკვე აი ამ კანონების ეტაპობრივად მივიღეთ უკვე ჩემო ბატონო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მათ გარკვეულწილად გაუხსნა ფეხი
შემდეგი ეტაპები აქვს ამას. არ გიგონოთ რომ ამაზე გაჩერდებიან. შემდეგი ეტაპი არის ის რომ თანაბარ უფლებებს მოითხოვენ. ეს რას ნიშნავს? იცით ხალხო, როდესაც სკოლებში მასწავლებლად შეიძლება იყოს ჰომოსექსუალი, რომელმაც შეიძლება ასწავლოს ჩვენ შვილებს. ბაღებში იყოს შეიძლება მასწავლებელი ასეთი საზოგადოების ყველა სამსახურში ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად შეიძლება დღესაც არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას საჯაროდ არ გადაგებენ ჯერჯერობით და აი ამ კანონების დაკანონებით შემდეგ ითქვის რომ აი ამის უფლება ჩვენ გვაქვს, აი ამ თავისი უმცირესობის პროპაგანდით, რომელიც სტატუსაც ნელ-ნელა ხებულობენ ისინი, სინამდვილეში აი ამ უმცირესობის სტატუსით ისინი უმრავლესობას ჩაგრავენ. პირდაპირ მიდის აგრესია, პირდაპირ მიდის ტერორი უმრავლესობაზე. ეს აშკარად ჩანს. ამან გამოიწვია ყველაფერი, ყველა ქვეყანაში, სადაც ეს კანონები მიიღეს, არის პროტესტი, მაგრამ აწი იყვირე რამდენიც გინდა კანონები მიღებული. და ასე რომ ჩვენც ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ ჩვენთან უფრო დიდი დარტყმები წავა. როგორ ხედავთ ჩვენ დღეს აი უწმინდესმა გამოაცხადა და რა ხდება, როგორი შეურაცხყოფა მიდის ეკლესიის. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ხვალ იქნება ამ კუთხით აუცილებლად უარესი. და ჩვენ თუ დღეს გონს არ მოვედით, ქართველიერი არ გაერთიანდა და აი ეს თანამედროვე დემოკრატიის ძახილი რა არის, რომ უმრავლესობას რა სურს და თუ აქამდე მივიყვანეთ საქმე ერთმან უკნას რომ უმრავლესობას თურმე სურს ჰომოსექსუალიზმი, მაშინა სიკვდილი და მაშინ არის უბედურება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რამენაირად რომ აი ამ დიდ ზეწოლას ეს ძალიან დიდი ამბავია, ამას არ იშურებენ ძმაუნდათანო არც ფინანსებს, არც ზეგავლენას, არც არაფერს არ იშურებენ დედამიწის ზურგზე. რაც კი შეიძლება საიმისოდ რომ აი ეს უჩვეულობა გამკვიდრდეს ესე იგი საქართველოში. ნებისმიერი არასამთავრობო, რომელიც დღეს არის, არა ფინანსებს ძმაუნდათანო მრავალშვილიანების ფონდი არ ფინანსდება არსაიდან, მაგრამ აბა ერთი თქვით რომ ჰომოსექსუალიზმის დაფინანსება და ყველა მხრიდან თანხები მოდის. აბა თქვით რომ ეკლესიის წინააღმდეგ რაიმე კანონების მიღება თუ შეიძლება, რაიმენაირად დისკრედიტის მიღება თუ შეიძლება, ეგრევე ფინანსდება. რაშია საქმე? აი ეს უნდა დავსვათ ჩვენ ეს შეკითხვა და ამაზე უნდა გაცეს ქართველმა ერმა ღირსეული პასუხი, თორემ ვიღუპები. აღარ არის დუმილის დრო და აღარ არის აი სხვანაირად სხვა გამოსავალს ჩვენ არ გვიტოვებენ, თუ ხმა არ ამოვიღეთ. მეთმა დაგლოცოს, მეთმა მოგწეს ძალა, მეთმა მოგწეს რომ აი ამ კანონები, რომლებიც არის ჯურის კანონზე დაფნობილი, აი ის კანონები შევასრულოთ ჩვენ. ზნეობრივი კანონები, ამას ითხოვს ჩვენგან ღმერთი, ამას ითხოვს ჩვენგან ეკლესია. და არაუშავს თუ ცოტა შეგვავიწროვებენ, არაუშავს თუ ცოტა გლანძღავენ, თუ გინდა ბევრი გლანძღო, თუ გინდა დამიჭირონ და მოკლან, რა პრობლემაა ეხლა თუ ამას სათქმულება ითხოვს და თუ ამას ერი ითხოვს, გადავხედოთ ჩვენ წინაპრებს და მათ ღირსეულ საქციელებს და ისე მოვიქცეთ ჩვენს. მერთმა დაგლოცოს და